40%-იანი წარმომადგენლობა კონდეს პარლამენტში და არ იყენებდნენ, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობიშნეს ამომრჩეველს შენიშვნა ოპოზიციას ეუთოს გენერალური მდივნისგან. ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომას კენჭს უყრიან, შეიწირავს თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენის კარიერას ფაიზერის სკანდალი. მიმოხილვას ვიწყებთ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ისტორიული გადაწყვეტილებით, რომლის განხორციელებაც უკვე ოფიციალურად დასრულდა. 1961-2025 ეს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს არსებობის წლებიან, როგორც მარკო რუბიო ამბობს, სანქცირებული არაეფექტიანობის ეპოქაა. ათწლეულების განმავლობაში დახარჯულია $715 მილიარდ მეტი. ამ თანხის ანალიზმა აჩვენა, რომ USAID-ის პროგრამები ამერიკის ინტერესებს არ ემსახურებოდა. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც გადასახადის გადამხდელების ხარჯზე 5 ვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდა, NGO-ების ხელმძღვანელები იყვნენ. უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილ კორუფციას და მავნე საქმიანობის მასშტაბებს გამაოგნებელს უწოდებენ. ქართულ ოცნებაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში ლიდერობა შეერთებულმა შტატებმა იკისრა. პარლამენტის თავმჯდომარე იზიარებს სახელმწიფო მდივნის პოზიციას, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ფილების შემდეგ უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე დაფინანსების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. მშვიდობითი იარაღო დაწერა შალვა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტში კი ისევ სკანდალია. ზედიზედ მეოთხე პლენარული სესიის დღის წესრიგში ბუდაპეშტის პრაიდზე დებატებია გათვალისწინებული, რასაც მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფი მწვავე დაკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი შეგნებულად აჭიანურებს არასამთავრობო ორგანიზაციების საეჭვო დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობისა და ფაიზერგეითის სკანდალის განხილვას, სადაც მთავარი მოქმედი პირი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. წესით მომავალ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა კენჭისყრაზე უნდა დააყენოს ფონ დერ ლაიენის გადაყენების საკითხი, მანამდე კი ნდობის ვოტუმზე დებატებია დაგეგმილი, რომელშიც თავად ევროკომისიის პრეზიდენტის მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და საჭირო 72 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენის გადადგომას ფაიზერის სკანდალის გამო ითხოვენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომაზე კენჭისყრა ბოლო 10 წელში პირველად ხდება, თუ კი ფონ დერ ლაიენს გადააყენებენ 27 ევროკომისარი თავიდან უნდა დაინიშნოს, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა. დეზინფორმაციის 8 თვიანი კამპანიის მარცხი პორტუგალიაში და შენიშვნა ოპოზიციის მიმართ. ეუთოს გენერალური მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ რადიკალებს საკუთარი მხარდამჭერებისადმი სამართლიანი დამოკიდებულება არ აქვთ, რადგან პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობის არ გამოყენება ნიშნავს, რომ შენს ამომრჩეველს უსამართლოდ ეპყრობი. მანამდე საპარლამენტო ასამბლეაზე მოვისმინეთ მთავარი გზავნილი 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. შვეიცარიელმა დეპუტატმა თქვა, რომ არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული და ეს მეორე დღეს შეკრებილმა ყველა დამკვირვებელმა დაადასტურა. პრეტენზია არავის ჰქონია, მაგრამ დანიელ ფესლერი აღიარებს, რომ შედეგი ევროპული ქვეყნების ნაწილს არ მოეწონა. ეს მხილება არ შეიმჩნია ოპოზიციამ, თქვეს, რომ ამით საერთო სურათი არ იცვლება, იგულისხმეს ის სურათი, რომელიც საკუთარი და ლობისტების წარმოსახვით შექმნეს და უკვე 8 თვეა რეალობად ასაღებენ. ზეწოლის და ბულინგის ფონზე უცხოელი პოლიტიკოსების ობიექტური შეფასება დასაფასებელია ქართული ოცნებისთვის. სწორედ მმართველი გუნდის დეპუტატებს უწევდათ რამდენიმე დღის განმავლობაში უსაფუძვრო ბრალდებებს და ახმებზე პასუხის გაცემა. დეზინფორმაციის მძლავრი კამპანიის მიუხედავად ეროვნული ინტერესების დაცვა მაინც მოხერხდა. ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით ეუთომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და სირიის ახალ ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა. გარე დირექტივების დაგვიანება კი რადიკალურ ოპოზიციაში ქაოსს აძლიერებს. ციხიდან წერილია, ხაზარაძე ითხოვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილის გამო მისი პარტიის ბუნინგის შეწყვიტონ და ფოკუსი გაასწორონ. ჩვენ წინააღმდეგ კამპანია უშედეგო იქნება, აცხადებს ის. მეორე ფლანგის სპიკერები კი, ვინც ლელოს განსაკუთრებულად აბულინგებენ, ჩერგოლეიშვილი და ხაბეიშვილია. ახლა ნაცმოძრაობის ნანგრევებზე აზრის ლიდერება და ეს წყვილი ყალიბდება. ვერდიქტი საბოლოოა, სანამ ლელოში აზრს არ შეიცვლიან, ბულინგი გაგრძელდება. გახარიას კი პარტია ეშლება საპარლამენტო სიის 8 წევრის ჩახსნას, როგორც ჩანს, წინ დიდი სკანდალი უძღოდა და უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. წევრების ნაწილი მიდის საპარლამენტო სიის უკვე ყოფილმა წევრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გზების გაყოფის მიზეზად არჩევნებზე პარტიის პოზიცია დაასახელა. სანამ სხვები მსჯელობენ, ელენე ხოშტარიას როგორც ჩანს, რუსული ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა ან დაუგვიანდა და ახლა მხარდამჭერებს თანხის ჩარიცხვას თხოვს.